ამ დროს შემოდის გოჩა ჯოჯუა პარლამენტის წევრი ეს ცალკე მოვიდა ბატონი გოჩა ჯოჯუა და რომელმაც თქვა რომ მე მაქვს უეჭველი ინფორმაცია რომ ტელეიმედში აპირებენ შემოსვლას და დარბევას რაზეც ბატონმა გიორგი თარგამაძემ თქვა და კატეგორიულად უარყო რომ ეს გამორიცხულია რამე თუ თვითონ ქონდა კომუნიკაცია ამერიკის ელჩთან და ამერიკის ელჩმა მისცა პირობა რომ ტელეიმედს არ დაარბევდნენ ამის შემდეგ ისევ მიდის მსჯელობა საუბარი და ტელეეთერისთვის ვემზადებოდით ქალბატონი ინგა გრიგოლიაც ამ დროს ამ ოთახში ბრძანდება მიდის აზრების გაცვლა გამოცვლა და უცებ ხმაური შემოგვესმა ავტომატურად ყველა ფანჯრისკენ გადავადგილდით გადავწიეთ ფარდა და რას ვხედავთ გააშავებული გაყვითელებული არის ტელეიმედის შენობა ის ეზო ანუ სტუმრები მოვიდნენ ხომ გეუნებოდით გოჩა ჯოჯუამ თქვა ხომ გეუნებოდით რომ დაგვარბევდნენ და აგერ შემოსულიან ტელეიმედში ამ დროს დგება გიორგი თარგამაძე და გადის რომ მე საეთეროში უნდა გავიდეო ქალბატონი ინგა გრიგოლიაც გაყვა და მაშინდელი ეს კადრები აი როდესაც ჩაქრა სტუდია და გიორგი თარგამაძე ამბობს რომ სტუმრები მოვიდნენ და ასე შემდეგ ეს მე გავიკეთ რა თქმა უნდა ჩვენ არ გვინახია ოთახში შემოვარდნენ εν რაოდენობის ალბათ ნიღბიანი პირები გამოგვიყვანეს ოთახიდან ეგრეთ წოდებული ჰოლში დაგვაყენეს პირით კედლისკენ ტყვეები ვითხელეთ აწეული დეპუტატები პარლამენტის წევრები გიცნეს რომ დეპუტატი გითხრათ ვალერი გელბახიანმა და მათ შორის ჩვენც მაგრამ ვალერი მუცხრა რომ რას აკეთებთ ჩვენ ვართ პარლამენტის წევრები თქვენ არ გაქვთ ჩვენი დაპატიმრების უფლება თქვენ არ გვაქვთ კონსტიტუციას და ასე შემდეგ დაუწყო განმარტება რაზეც ავტომატის კონდახი მიიღო გვერდებში რომ აი ეს არის ჩვენი კონსტიტუცია ხმა კრინტი გავჩუმდით გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩამოგვიყვანეს კიბეებზე ჩამოვედით ფეხით ეხა იმედის შესასვლელი ალბათ იცით ან როგორც არის კუთხესთან მიგვაგდეს ეს პარლამენტის დაგვიყენეს დაცვა მიდის და ამ დროს მიდის ბათქაბუთქეს რეზინის ტყვიები ეზო ისვრიან წივილი კივილი რაღაც სასწაული ამბავი ხდება და ამ დროს გახდა თუდად ვალერი ზორია პარლამენტის წევრია ბატონი ვალერი ზორიაც რომელსაც რამოდენიმე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და ავატყოფობდა ეხა რო შეგეხედა წევა მაუწია დავაწვინეთ იატაკზე ეს პიჯაკი გავიხატე თავქვე დაუდე და ვეხვეწებოდით ამას რომ მეთქი გვიკვდება კაცი რამე ქენით გვიშველეთ არ შემოგვაკვდეს არავის რეაქცია მასზე არ ქონდა